მოვამზადოთ ქართველების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო კერძი. ლობიო ქოთანში. პირველ რიგში ლობიოს მარცვლები კარგად გავრეცხოთ და მასთან ერთად ქოთანში ჩავდოთ დაფნის ფოთოლი და ქონდარი. ქოთანი მოვათავსოთ კარგად გახურებულ ღუმელში. ვიდრე ლობიო მოიხარშება, მოვამზადოთ დანარჩენი ინგრედიენტები. წვრილად დავჭრათ 2 თავი ხახვი და 2-3 კბილი ნიორი. არ დაინანოთ მწვანილი, ქინძი, ოხრახუში, რეხანი და ტარხუნა. ერთიც ბულგარული წიწაკა. ტაფაზე ცხიმში მოვთუშოთ ხახვი და ნიორი მარილთან ერთად. დავუმატოთ სუნელები, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, პაპრიკა და დაღერღილი წიწაკა. დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და ბოლოს გახეხილი პომიდორი. ამასობაში ჩვენი ლობიოც მოიხარშა. ქოთანი გამოვიღოთ ღუმელიდან, ამოვაცალოთ ქონდარი და დაფნის ფოთოლი და კარგად ამოვზილოთ. ამოზელვის შემდეგ დავამატოთ წინასწარ გამზადებული ინგრედიენტები. ამოვურიოთ და ჩვენი ლობიო ქოთანშიც მზად არის. გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტიც კომენტარებში და შევეჯიბროთ, ვის უფრო გემრიელი გამოსდის. ხო მართლა, მჭადი და მჟავის ასორტიც არ დაგავიწყდეთ, ძალიან უხდება.